დღეს ვამსხვრევთ ყველა მითს iPhone-ის შესახებ. მაშასე, დავიწყოთ. მითი ნომერი 1. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ თუ iOS განაახლებთ, თქვენი ბატარიის პროცენტულობა დაიკლებს. ეს ასე არ არის. თქვენი ბატარია მუდმივად განცდის დეგრადაციას და iOS-ის განახლების დროს, როდესაც ახალ ვერსიას აყენებთ, რეკალიბრაცია ხდება ბატარიის და ნამდვილი პროცენტულობა ეწერება პროცენტულობის მაჩვენებელში. განახლებები ბატარიას არ აკლებს. მითი ნომერი 2. iPhone-ი ღამით შეერთებული რომ დატოვოთ, ალბათ ფიქრობთ, რომ ბატარია გაუფუჭდება და შემდეგ უკვე დიდხანს ვეღარც გაძლებს. ეს ასე არ არის. თანამედროვე iPhone-ებს აქვთ დამცავი სისტემები, რომელიც მუშაობს შემდეგნაირად, რომ მთელი ღამით რომ შეაერთოთ და სანამ გაიღვიძებთ, იქამდე დატენის 90%-ამდე და სანამ გაიღვიძებთ 1 საათი ადრე დაგიტენით 100%-ამდე. თუ როდის იღვიძებთ, ამას იგებს იმით, თუ რომელ საათზე გაქვთ დაყენებული თქვენ მაღვიძა. ღამე რომ დატოვოთ თქვენი iPhone-ი, ნამდვილად არ გაუფუჭდება ბატარია. ახალი iOS-ის გამოსვლის შემდეგ შენი ტელეფონი განელდა. ეს ბუნებრივიც არის, რადგანაც ახალი ვერსიები ყოველთვის ახალ smartphone-ებზე არის ოპტიმიზირებული, თუმცა შენი ტელეფონის შენელების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მახსოვრობა გაქვს ძალიან სავსე და ბატარიის ჯანმრთელობა ჩამოცდენილი არის 80%. მინდა გითხრათ, რომ თუ გაქვთ iPhone 13 ან 13 Pro, შეგიძლიათ მიბრძანეთ iSpace-ში და სრულიად უფასოდ შეგიცვლიან ბატარიას. და ისევ 100%-იანი ორიგინალი ელემენტი გექნებათ. განსუფთავეთ მეხსიერება და დამიჯერეთ თქვენი iPhone 13 90%-ით ისეთივე მაგარი იქნება, როგორიც ეს მის, ასე რომ ვთქვათ, glory დროებში იყო. iPhone 17 Pro Max-ი იყიდე და ფოტოების გადაღება არ მოგწონს და ამბობ, რომ იცი რა, არ მინდა კამერის გასწორება მინდა და ასე შემდეგ. სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, კამერის გასწორება არ ხდება. რატომ არ მოგწონს ჩვენ მაგალითად თანამედროვე smartphone-ის მიერ გადაღებული ფოტოები? იმიტომ რომ იყენებს ეგრეთ წოდებულ გამომთვლელ ფოტოგრაფიას, ინგლისურად არის computational photography, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ დაახლოებით 25 ტრილიონი ოპერაცია კეთდება ერთ ფოტოზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ის რა თქმა უნდა რეალობისგან ძალიან განსხვავებულია. სწორედ ამის შეცვლა მარტო edit-ით არის შესაძლებელი. თვითონ გადაღების პროცესში ცვლილებების შეტანა სამწუხაროდ შეუძლებელია. და ბოლოს, ერთი მეგობრული რჩება ჩემგან. დღის ბოლოს ეს ყველაფერი და ეს მოწყობილობები არიან უსულო საგნები, რომელსაც ჩვენ არ უნდა ვემსახუროთ. ისინი უნდა გვემსახურონ ჩვენ. ამიტომაც დაიკიდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ ამ ნივთებისგან. რამდენიც არ უნდა გაუფრთხილდეთ, მაინც გაფუჭდებიან, მაინც დაუზიანდებათ ბატარეები, მაინც გაჭედავენ და სანამ დაუზიანებელი აქვს ბატარია, სანამ არ ჭედავენ და სანამ სიამოვნების მიღება შესაძლებელი, მიიღეთ სიამოვნება. დღეისათვის სულ ეს იყო. მე შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. დამიწერეთ კითხვები რა გაინტერესებთ, როგორც iPhone-ზე, ასევე Android-ზე და შემდეგ ვიდეოში ვნახავთ. დროებით.